Sahaida mamisada da zisada da suvisat milisada. Raundakna tu shulevi argismenin da vilotsot takshiad mogas Netali Augustines magaritiro მართლმადიდებელი ძარი იყო ლოთობდა გაყმელებაში იყო და დედის დოსვით გახდება წმინდა ნიღიდება ნეტარი აგვისტინეს წიგნები. ლოცვარი გამოსავალი და ეს და მაგალითად შვილს არ ესმის რატომ ამ რუშობა ცოდვა. იმიტომ რომ რახან მიღებულია გონი სიძვა ცოდვა. რახან მიღებულია გონია რომ ესე იგი 21 საუკუნეა და რომ ხალწულება ეს ჩამოჩნილობა და ახლა ეს იმიტომ კი არა 21 საუკუნეა უნდა აუხსნა შენ შვილსო. ასე იყო ნოეს დროს რამდენიმე ათასების წლის უკან ცხოვრობდა ნოე და მარტო ნოე იყო ღმერთთან და 105 წელი გადაგებდა ღმერთის ცნებებს და ხალხი დაცინოდა. ასე იყო ლოთის დროს და მარტო ლოთის ოჯახი იყო ღმერთთან ეს 1000 წლები რამდენიმე 1000 წლების უკან ცხოვრობდა და მეუღრე დოკუმენტურ ფილმს და შეიძლება ნახოს იმ შემაშულმაც რომ წარღვნაც იყო ნოეს დროს და დაწვაც იყო ორი ქალაქებისა. რომ ეს რეალობა გეოლოგიურად დამტკიცდა რომ იყო. თუ არ ესმის შენ შვილს ლოთობა რო ცოდვა ისაებინა უნდა სამუნებში წერია რომ ღვინო ახარებს გულსაკაცი ან მეუღლეს ღვინო ახარებს გულსაკაცისას მაგრამ მე ხო აღსარებს ღებულობ რამდენი ოჯახი მწარდება ღვინის გამო იმიტომ რომ ცუდი ხასიათი აქვს აქვს სასმელისა გამო როგორ მწარდება მეუღლე როგორ მწარდება შვილები და შენ თვითონ უნდა იფიქრო იმაზე რომ ხარ წუთისობაში სამში შეიძლება გარდაიცვალო. თან ისეთი რაღაცები ხდება ეს. მარტო საქართველოს თესობლიოს გადის ბეჭვის ხიდზე. და რა გახდა ეს ღვინო თუ გამარცხებს მისხანებაში თუ რამდენია რომ მე აი ამ ხანაგები ითმენენ მეგობრები იმიტომ რომ იციან რომ როდალებს ცუდი ხასიათი აქვს მაგრამ შენ მეორე დღეს ხვენია და მე ყველა მე ხო გამოსილება მაქვს გამოსდება რატო იმიტომ რომ 95 წლიდან შემონაცეში ვღებულობ ისაც მისგენ და წამისგენ აქ მიდრიგირება და შევამჩნიე რომ ვისაც სასმელი ამაცხებს ახლა მე ხშირად დავდივარ სტუმრად და სვამ ღვინოს მაგრამ მაქსიმუმ გამომიდეს 2-3 ჭიქა უფრო მეტად ეს ჭიქა სვამ მაგრამ ხალხი ეს ჭიქას უდალებს მე მოხუჯი არ აქვს თუ მოხუჯი არ აქვს რა გაჭირება საერთოდ არ დალიო ეს უფრო ადვილია. მე ვინმეს თუ არ ესმის, რომ აი თუ ვერცხლის მოყვარია შენი შვილი. შენ როგორ შეიძლება შენ შვილს ასწავლო უანგარობა თუ შენ თვითონ ცვიფას მანქანაზე ხარ. ეს ცვიფასი მანქანა ხარ რო ცხოვრობდე ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთში არა გასაკვირი. მაშინ როცა შენ ქვეყანაში სიხარებია, როცა შენ ქვეყანაში ამ ფულის გამო დედა იქა, შვილი აქა, ცოლი იქა, ქმარი აქა შენ 100.000 მანქანაზე როზე ხარ ცუდი კი არ არის მაგრამ თუ სიყვარული გააქვს უფრო 20.000-იანი იყიდე და დანარჩენი ფული მოახმარე მოწყალებას ან თუ უფროსი ხარ 600 და 400 უაზ და ვინოს და შეიძლება წავიდეს შენი ესე იგი მუშა სხვა ქვეყანაში მომადე თუ შეგილია მაგრამ რა უნდა ამას უნდა სიყვარულის ნიჭი ახლა მაშინ ლაპარაკობ რა განსხვავება პოლიტიკასა და ქრისტიანობას შორის პოლიტიკა ყოველთვის გადაგებს სიყვარულს აი შეხვდებიან ქვეყნის უფროსები ერთმანეთს ხელი ჩამოართვნენ და იყო დრო სტალინმა და ჰიტლერმა ხელი ჩამოართვეს მაგრამ ცოტა ხანში დაიწყო ომი ასევე თუ დავაკვირდებით რა ხდება ხო ეს ხშირად ვამბობ რომ მეგობრები არიან ქვეყნები, მანამდე სანამ ინტერესები არ გადაიკვეთება. ყველა ქვეყანას ამოძრავებს საკუთარი სახლის კეთილდღეობა და ბუნებრივია, მაგრამ თუ არ ძლია პიროვნულად შენში თამოყვარეობა სიყვარულმა, ყოველთვის დაგამარცხებს შური, სიზღი. აი, საიდან ამდენი სიზღი? არ ვუყურებთ ახლა ჩვენ ინტერნეტს. აი, 11 საათი განსაკუთრებით
სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო, იმიტომ რომ ყველას მართალი გონია თავი. ახლა რამდენი პარტიაც არის საქართველოში, ისეთი იმდენი პარტია არც რუსეთში და არც ამერიკაში და რამდენად მეტი არიან ჩვენზე. ამიტომ რა ჩანს რომ ყველას პირველობა გვინდა, ყველას ჭკვიანი გონია თავი და ჩვენ არ უნდა იყო დაწუნებული იმაში რომ მაინც და მაინც შენი აზრია სწორი. მაშინ არ გექნება სიზღიდას შეიძლება დაწუნებული ხარ რომ მათო შენ გიყვარს შენი ქვეყანა და რა სხვა აზრისაც არ უყვარს და მომყავს 90 წლის მაგალითი რომ რამდენია ახაც მართალი გონია თავი და ძმამს მასზე აიღო ხელი და რომ ვიცოდეთ ყველა რევოლუცია თავი არის ეშმაკი. ეშმაკს აქვს მოქმედების თავისუფლება და ის ეშმაკი სარგებლობს ითი თუ რამე ესე იგი ის არის რა ქვია სამართლობა ამ სამართლობას იყენებს და გაკეთებს რევოლუციას და მე რითი მთავრდება აი დასავლეთი ავიღოთ. მე შურს რომ იქ უმუშევარს მეტი აქ მიჩას მაგრამ რის ხარჯზე არიან შრომის მოყარეები და ის მუშაობს ისინი იბეგრებიან და იმით საკმაოდ ფული მე იქიდან ეს გადმოვიღოთ მაგრამ რითიდან დავიღოთ დასავლეთი შობს მოყავს ახლა გააფთრებით ისავს ამ ევროკავშირს აიქო 7 თუ 10 ქვეყანაშიო არისო ესე კი არ არისო ეს არასწორი ქორწინება მაგრამ შენ თუ გული გიგვდება ხშირად ვამბობ ის ხდება ღაზაში ხდება უკრაინაში ხდება სერხდებიან ქალები ბავშვები თუ სინდისთან რამე შეხება გაქვს რატო არ უნდა ნერვიანობდე იმაზე რომ იმ 20 ქვეყანაში თუ კიდევ უფრო მეტში თუ კიდე 10 ქვეყანაში იყოს რო ხდებიან ბავშვები იქაური მე რა შენი ბავშვი არა ისიც ხო შენი ბავშვი არა უკრაინაში და იმაში რო ხდება ხაზაში ახლა ხო გტკივა იმიტომ რომ მარტო ფიზიკურს მარტო მატერიალურია შენი აზროვნება და სულიერზე არ ფიქრობ რომ და ამ დროს სულიერზე როგორ უნდა ფიქრობდე თუ კი მასიარებელი ხართ როცა წერია რომ ფიზიკურ გვლეზე უარესია სულიერი გვლელიო რა თქინდა ასეთი ფული თუ შენ შვილებს ესე იგი ასწავლიდნენ ესე იგი დაწყებითი სკოლებიდან და ზოგს ბაღებში არის რომ ესე იგი სათამაშოებს ურჩევენ და აბა ვინ არის ბიჭია თუ გოგოა და ასე ბავშვს უნდა ეფიქროს ვინ არის და ბიჭია თუ გოგო იქნება ეს ხო საშინელებაა და ამაზე არ გივდება გული იმიტომ რომ გონია რომ თუ დასავლეთს შეუერთდები ევროკავშირი ესე იგი იქნები მატერიალურად გამძღარი კანონები დაცული კანონები შეიძლება დაცული იყო მაგრამ ავიღოთ ქვეყნები ეპიბადგის ქვეყნები ყავს ნაცნობები როგორც თქვენ ხართ უკასულები ისე ვართ ჩვენ ქვეყნიდან გას როგორც თქვენი ახალგაზრდობა დაცლილი არის ესე ჩვენგან არის ამ დროს 90 წლიდან ევროკავშირში არიან მარტო შესვლა კი არ არის ესე იგი გამოსავალია რომ გახდეს შრომის მოყვარე გამოსავალია რომ ენაზე კი არ იყო მარტო ქრისტიანი იყო გულით ქრისტიანი თუ იქნები ტყული არ იქნება შენში და ტყული თუ არ იქნება მაშინ ეს რესტორანი იქნება თუ ტაქსიცვალი იქნება თუ სხვა მომსახურები რომნება შეიძლება ვამბობ როგორც გარბიან აქედან ევროპაში და თურქეთში თუ იქ მეტი მომსახურება მეტი კეთილდღეობა შენთანაც მოვლენ ეს ხალხი და აყვავდება ტურიზმი თუ რასაც ვთხოვს მეტი მტერის გიყვარდეს თუ სიზღიდა ამ დროს მისდევ შენ ფულით გაყიდულო ეროვნებით რუსა თუ შენ გულით ანთებული ხარ სამშობლოს სიყვარულის გამო და იმაზე თუ წუხარო არ რუსეთის ხელისუფლებამ წაკარგო ახალგაზრდა სამაჩაბლო მაშინ რატო არ მისდევ თურქს და ირანს მაგრამ ფულით ხარ გაყიდული რა შუაშია ჯერერთი თურქიანიდან რუსი ეროვნებით ხალხი არაფერ შუაში არა რატო ამბობ თურქს და ირანს იმიტომ რომ თურქეთის ხელისუფლება არ მარავს რომ ესეთი მაგისია თუ აჭარა მაგისა რუსეთის იმპერია უნდა გამოდის რომ მტერია და მაგრამ რა შველის ახლა მე რო სოხუმელი ვარ ხო სასაცილოა ხა მე თუ რუსებს განძღე თუ ესე იგი აქედან გავყარე ამით რა დამეფუნდება ხაზე სამაჩაბლო ეს ხო უაზრობა მერტმა მოგცეს განჯა სულიერი ესა მთავარი ცხოვრებაში იმიტომ რომ შეიძლება სანდე ბიჭვას იწერდე და მეუნებოდე ზოგიერთი სახურიც რომ აი მე რუსებს ვერ ვიტან რუსულენას ვერ ვიტან და ესე იგი რაც რუსებმა გააკეთესო არავის არ გაუკეთებია ჩვენზეო და დიდი ბოდიში აჭარლები ავიღოთ ზოგი არ ინათლება როგორ არ გააკეთეს უარეს ჯული შეცვალეს შეუცვალეს
ვის ცხოვრობს თურქეთში და ინანში და აჭარასის ახლაც კი ქართულ კაცს მოქმედების თავისუფლება არ ინათლება. მაგრამ იმის ისტორია ხო აქვს, რომ რას უშვებოდნენ, მაგის წინაპრებს კლავდნენ, ხოცავდნენ, აუპატურებდნენ და იმ საწმუნოებაში ხარ. მე ამით კი არ ვლანძღავ მუსულმანებს. აი მაგალითად ფიშებელი გამოეცხადა იმას 95 წელს მუსულმან გოგონას, ესე იგი, ყველას გადარჩენა უნდა ღმერთს, მუსულმანისაც. იმათ საერთოდ რა გვაქვს და გამოეცხადა და დავამთავრებ. რა უთხრა? დამხატეო შავებშიო. სამითი თითო, სამის ნიშნა და ცრემლებითო. ეს ცრემლები იმის ნიშანიაო იქნებაო ხალხის განდგომა 95 წელს უნდა ღვთისაგან და ანტიქრისტეს გამეფებაო. მაგრამ ჩვენზე რომ თქვამი რომ ანტიქრისტე არ გამეფდება, რას ნიშნავს ეს? იმას ნიშნავს რომ ევროკავშირი კი არ იქნება ღმერთი ან ამერიკა. როგორც ახლა კომუნისტების დროს, კომუნიზმი კი არ იყო ჩემთვის ბედნიერება კაცო. ღმერთი იყო ბედნიერება და ღმერთის გარეშე ვერც კომუნიზმმა უშველა ადამიანს, ვერც ევროკავშირი და ვერც ამერიკა კი შორის თუ ღმერთთან ერთობაში არ იქნები. და ამას ქვია ცოცხალი რწმენა და ეს ცოცხალი რწმენა მოგცეს ღმერთმა. ჩვენთან არის ღმერთი.